ალბათ უკვე ყველა ამჩნევთ, რომ დღეს სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, აქტიურად ცდილობენ თავიანთი ბედნიერება გამოაჩინონ. ხალხს დაანახონ, რომ ყველაფერი იდეალურად აქვთ. აქვეყნებენ ფოტოებს, თავიანთ მიღწევებსა და წარმატებებს. სინამდვილეში, ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ბედნიერებას სიჩუმე უყვარს. რაც უფრო მეტად ცდილობ წარმოაჩინოს ყველაფერი, მით უფრო ვნებ საკუთარ თავს. თავდაპირველად არსებობს თვალი. დიახ, შეიძლება გაგთვალონ, ჭორები გაგივრცელონ, შური გააღვივონ. ადამიანების სულში ძალიან ადვილად იბუდებს შური. მახსოვს პატარაობაში, როცა ჩვენს ქვეყანაში ძალიან ჭირდა ცხოვრება, თუ დედა რაიმე გემრიელობას გამოაცხობდა, არ მაძლევდა უფლებას გარეთ, სხვების დასანახად მეჭამა. სხვა ბავშვების, რომლებსაც თავისთავად მოუნდებოდათ, როცა დამინახავდნენ და სამწუხაროდ იმდენიც არ იყო, რომ ყველასთვის გეწილადებინა. ჩვენს დროში კი ადამიანები გვიჩვენებენ, რას მიირთმევენ, როგორ მიირთმევენ, სად და როგორ სეირნობენ, ერთობიან. იქნებ ვინმეს არ აქვს ამის შესაძლებლობა, რატომ ვაკეთებთ ამას? თუ ბედნიერი ხარ, იყავი ბედნიერი ჩუმად, შვიდად, შენთვის, შენ საზღვრებში. თუ არ შეგიძლია ეს ბედნიერება სხვებსაც უწილადო, ნურც გამოამზეურებ. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი თანამედროვე ეპოქის დიდი უბედურებაა. მეგობრებო, ჩვენი პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ გააუმჯობესოს, გაამხნევოს და შთაგონება მისცეს ადამიანებს. ამიტომ ნუ გამოტოვებ შენს შესაძლებლობას, გამოგვიწერე და არ გამოტოვო შემდეგი დღის რჩევა.